შემოდის საპროცესო შეთანხმების ოლქმის ინსტიტუტი, რომელშიც იწერება მთელი პროცესი პროკურორის ან ბრალდებულის მიერ საპროცესო შეთანხმების შეთავაზებიდან მის გაფორმებამდე, იზრდება სასამართლოს როლი, იზრდება ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომლის საფუძველზეც პირს შეუძლია გაასაჭიროს სასამართლოს მიერ დამტკიცებული საპროცესო შეთანხმება. მტკიცების წვრთთან დაკავშირებით უფრო მკაფიო ხდება კანონმდებლობა, რათა იგი შესაბამისობაში იყოს მოყვანილი მეტნაკლებად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ერთ-ერთ ძირითად პრინციპთან, რომლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენი ყოველგვარ გონივრულ ელჩს მიღმა სტანდარტის შესაბამისი უნდა იყოს.